დღეს არის უწყვეტი ეროვნული პროტესტის 372 დღე და გაჩვენებთ ახლა რა ვითარება არის რუსთაველის გამზირზე. კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები, ტრადიციული სურათი არის შეიძლება ასეც ითქვას, დროშებით, სხვადასხვა საპროტესტო ბანერებით არიან მოსულები პარლამენტის შენობის წინ და ეს ადამიანები უწყვეტად 372 დღეა აპროტესტებენ ქართული ოცნების პრორუსულ ნაბიჯებს. ტრადიციულად სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული, თუმცა რაიმე ტიპის კომუნიკაცია მათთან არ ყოფილა, არ იმყოფებიან გზის სავალ ნაწილზე და პრინციპში ამის შესაძლებლობას აღარც აძლევენ ბოლო დროის განმავლობაში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს და როგორც ხედავთ ახლაც კადრში, მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ პროტესტს გამოთქვამენ, იმყოფებიან ზუსტად პარლამენტის შენობის წინ. ეს ადამიანები 372 დღეა დაახლოებით ერთ მოთხოვნას აჟღერებენ, ისინი ერთიანდებიან საერთო მოთხოვნების გარშემო, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ამასთანავე რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. ბევრი პროფესიის ადამიანი არის დღეს აქ მოსული, მათ შორის ხედავ ნინო ზურიაშვილს, სტუდია მონიტორის დამფუძნებელს და გადავინაცვლებ მასთან შეკითხვას. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენი აზრი ბოლო დროის გახმაურებულ BBC-ის სკანდალურ ფილმთან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად ამხილა ქართული ოცნება და საფუძვლიანი ეჭვები გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. თუმცა ქართულმა ოცნებამ BBC-ის ავტორიტარულ მედია საშუალებად ყოფნის თაობაზეც კი დააყენა საკითხი, მკითხვები და აი ეს რას ნიშნავს თქვენთვის და საგულისხმოა ისიც, რომ არ ასაჯაროებენ ამ დრომდე ქართული ოცნების წარმომადგენლები საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად იმ მომწამვლელი ნივთიერების სახელს, რომელიც იყო ვარაუდის დონეზე გამოთქმული BBC-ის ამ ფილმში. დიახ, ძალიან საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება იყო და ძალიან დამაჯერებლად იყო შეკრული და წარმოდგენილი ეს მტკიცებულებები. ერთი მხრივ ცალსახად დამტკიცდა და თვით ყობახიძემაც კი აღიარა, რომ ეს დოკუმენტი ავთენტური იყო და ნამდვილად იყო შეიარაღებაში ეს ნივთიერება, ამავე დროს თვითონ წყარომ დაადასტურა, რომ საკუთარ თავზე გამოსცადა და მეგობრებზე გამოსცადა გედედეში ეს ფხვნილი, როცა შეიარაღებაში მიიღეს და ერთ-ერთზე აღწერა ის სიმპტომები, რაცაც სინამდვილეში, ასე თქვათ, ის სიმპტომები, რაც მერე აი ამ ტერიტორიაზე ხდებოდა. ხალხმა გადაიტანა. რაც შეეხება სპრეის, წიწაკის სპრეის, მე მოწამლული ყოფილვარ წიწაკის სპრეით, ვიყნოსე და ეს იყო რაღაცა ძალიან საშინელი განცდა, მაგრამ ერთ საათში არაფერი კვალი აღარ მქონდა. არაფერი აღარ მაწუხებდა, ასე ვთქვათ, უცებ გადამიარა, მაგრამ აი ვინც ის იყნოსა მოწამლული წყალი, იმ და წყალი იყნოსა კი არა, შეიყნოსა ის გაფქვეული, ხალხს თვეებით გულიერეოდა და რაღაცა საშინელი სიმპტომები ჰქონდა. ამიტომ ძალიან სწორი პარალელები დადო. ფაქტობრივად ხალხმა 100%-ით დაიჯერა, რომ რაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებაში იყო, ეს იყო ძალიან დამაჯერებელი. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ჟურნალისტური გამოძიება იყო და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და ამხილოს თუ არა და აბსოლუტურად, რა ვიცი, მისი რეიტინგი ჯერ არ ვიცი რამდენი აქვს, მაგრამ ზოგადად როცა ჟურნალისტურ გამოძიებას და ესეთ მნიშვნელოვან კომპრომატებს ყურადღებას არ აქცევენ, ასეთ დროს ისევ ხელისუფლება ზიანდება და კიდევ მეტად დაზიანდება. თვით თავის ამომრჩეველშიც კი. მადლობა, ძალიან დიდი ნინო ზურიაშვილს უსმენდით, სტუდია მონიტორის დამფუძნებელს, რომელიც საუბრობდა იმ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც გახმაურებული არის BBC-ის მიერ წარმოებული. ახლა გაჩვენებთ რა ვითარება არის. ტატო ქელბაქიანი მიმართავს აქციის მონაწილეებს, როგორც მოვისმინე, სვლელობა დააორგანიზეს ახლა და დიდი ალბათობით აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით კანცელარიასთან დღეს არის ზუსტად 1 წლის თავი მას შემდეგ, რაც აქტივისტი და ახლა უკვე სინდისის პატიმარი ზვია ცეცხლაძე დააკავეს და სწორედ დღევანდელი მსვლელობას, მის დაკავებას და ამ 1 წლის ბრძოლას
მიეძღვნება, ახლა იკრიბებიან მოქალაქეები და გადაინაცვლებენ დიდი ალბათობით კანცელარიის მიმართულებით დაგიტოვებთ კადრს მოქალაქეები უნდა შეიკრიბნენ. ახლა საინტერესოა როგორ მოიქცევა პოლიცია მისცემ თუ არა თავისუფლად მსვლელობის და გადაადგილების შესაძლებლობას. ბოლო დროს, როდესაც აქტიური მსვლელობები ეწყობოდა, ადგილი ჰქონდა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პოლიციას შორის და ცოტნე მირცხულობას ვხედავ, რომელსაც გავესაუბრებით, ცოტნე მოგესალმებით, უერთდებით თქვენს მსვლელობას. სპონტანურად გადაწყდა, რომ დღევანდელი დღე მსვლელობით უნდა დასრულებულიყო. ზვია ცეცხლაძის დაკავებიდან 1 წლის თავი გავიდა ზუსტად და მთავარი მოთხოვნა 372 დღის განმავლობაში სწორედ რჩება რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. გითხარით, რას ეტყოდით რეჟიმის პატიმრებს, რომლებიც ახლა გისოსებს მიღმა იმყოფებიან და აი ამ 1 წლის განვლილ ბრძოლაზე რა სიტყვით? პირველ რიგში ეს ბრძოლა ეძღვნება მათ, ვინც ამ ქვეყნისთვის თავი გადადეს. დღეს ზვია ცეცხლაძესთან ერთად საბას ხვითარიძის დაკავების 1 წლის თავია, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია და ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათთვის ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ სხვაობა ქოცებსა და ჩვენ შორის. ჩვენ როგორ დავივიწყებთ იმ თანამებრძოლებს, რომელიც ჩვენ გამოზიან ციხეში, რომლებიც ამ ქვეყნის გამოზიან ციხეში. განსხვავებით ქოცებისგან, რომლებიც ისინი მზის ამოსვლამდე გმობენ საკუთარ მეგობრებს და თანამებრძოლებს და არა მეგობრებო, თქვენთვის ბრძოლა თქვენ გამო გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაგდით. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმრს. ზვია ცეცხლაძეს ბათუმი დავიცავ და ჩვენ არაერთი აქცია დაგვიანოსებია ერთად ბათუმში და საბას ხვითარიძე 1 წლის წინ ჩემთან ერთად იყო საპროტესტო აქციაში ჩართული და ის დაიჭირეს და მე მინდა სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადოთ ყველას და მათი გამარჯვებით დასრულდება აუცილებლად ეს ბრძოლა. ძალიან დიდი მადლობა, ცოტნე მირცხულობას უსმენდით სამოქალაქო აქტივისტ. გადავინაცვლებთ ახლა წინ ვთხოვ ჩემს ოპერატორს, რომ ვეცადოთ სრული კადრი დაგანახოთ თუ რა ვითარება არის. ხედავთ დემონსტრანტები დროშებით მიუყვებიან გზას, ჯერჯერობით არ ჩანან სამართალდამცველები და საინტერესოა რა რეაგირება მოჰყვება ამ მსვლელობას, როგორც გითხარით, სპონტანურად დაორგანიზდა. არ ვიცოდით ამ მსვლელობის შესახებ არც აქციის მონაწილეებმა და არც მედიის წარმომადგენლებმა. ასეთი მსვლელობები პერიოდულობით იმართება და ჯერჯერობით, როგორც გითხარით, სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ გადაწყვეტილებას. გაჩვენებთ ახლა კადრში, რა მობილიზება არის სამართალდამცველების. გადავალთ წინ და შევეცდებით, რომ კადრი უკეთ გაჩვენოთ. პრინციპში ტროტუარით გადაადგილდებიან აქციის მონაწილეები, გზის სავალ ნაწილზე გადასვლა არც უცდიათ მათ და ხედავთ რა ვითარება არის. ახლა შეძახილებით, სასტონებით და დროშებით გადაინაცვლებენ ეს ადამიანები კანცელარიასთან, სადაც როგორც დაანონსდა იქნება სიტყვით გამოსვლებით. საინტერესოა რა ექნებათ სათქმელი ამ ადამიანებს. Sakon